გამარჯობა საქართველო, ვიწყებ ჩემს მორიგ გადაცემას როგორ ცხოვრობს ამერიკა. ეს სალომეა, ჩემი პერსონალური ასისტენტი უძრავი ქონების დარგში და ჩვენ ვდგევართ ჩვენი სახლის წინ. აი ეს არის ჩვენი სახლი, ჩვენ ვცხოვრობთ 920 Hamilton Street. და ეს უბანი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, სადღაც ვისკონსინში, ქალაქ ვასაუში, არის გამორჩეული იმით, რომ ყველა უბანი დაყოფილია პატარა ბლოკებად. და ბლოკები ესე მიდის ნომრების მიხედვით, ესე იგი 900 block, 800 block, 700 block და ასე შემდეგ. ნუ როგორც მიხვდით, ასებით მიდის ყველაფერი. და წარმოიდგინეთ, ესე დაყოფილია როგორც პატარა კვადრატებად, ხო? აი ხო ჩვენი ქუჩა, ჩვენი სახლი არის განლაგებული ზუსტად კუთხეში. აი ხო თუ მიანათებ ამ ქუჩას და გვანახებ ელენა Hamilton და მეათე ქუჩის გზაჯვარედინზე არის ჩვენი სახლი განლაგებული. აი ზუსტად ესე. და ეს მე ჩადის ამ გზაჯვარედინიდან, უკვე შემდეგ გზაჯვარედინამდე, ანუ გამოდის რომ ეს მეათე ქუჩაა, ჩავდივართ მე-9 ქუჩამდე და ამით არის განზომილი ეს 900-იანი ბლოკი. ეს არის ჩვენი სახლი 920. ეს უკვე არის სახლი მიმდებარე ესე იგი საპირისპირო მიმართულებით მდებარეობს ეს სახლი. საკმაოდ სხვა ძალიან გამორჩეული არქიტექტურის სახლი. რამოდენიმე წლის წინათ გადაღებეს წითლად, თავიდან რაღაცნაირად ვერ ვეჩვეოდით, მაგრამ ახლა ხვდები რომ პრინციპში მოვხდა ამ სამეზობლოს. ახლა გავუყვები აქ სხვადასხვა სახლებს, აი ესე იგი ეს ბლოკი შედგება 5 სახლი აქეთ მხარეს და 5 სახლი აქეთ მხარეს. თუ არ ვწდები, აი ეს უკვე ჩვენი მეზობლის სახლი, როგორც ხედავთ, ამერიკაში თუ ყავთ მანქანების რეცხვა. როგორც საქართველოში, ამერიკაში თუ ყავთ მანქანების გაჩერება ქუჩაში. ხანდახან არის ესეთი შემთხვევები, რომ მეზობლებს წარმოსწონთ. ეს კი ისევ ჩემი სახლი. აი მოვდივართ აქეთ, მეზობლები ყოველთვის მეგობრულები არიან. Hi Tom, how are you doing? Good, Kizo, how are you? Very, very good. I'm doing a little video about our neighborhood for my Georgian friends. Oh. Yes, and I Hello, was just Georgia. Hi Georgia, and I was just telling that also in America, as much as we love in Georgia, we like to wash our cars, have a nice Sunday, green grass, right? Right. And fun, right? Enjoy Sunday. So I stole სახლი აქა 916 როგორც ხვდებით, ესე ნომრები მოდის მიყოლებით. მე მივდივართ უკვე ჩემი მეგობრების სახლთან. ეს არის 912 Hamilton Street. ულამაზესი სახლი. ეს ჩემი მეგობრები არიან, ესე იგი ქმარი არის პარიზიდან, მისი მეუღლე არის ამერიკელი გოგო. ყავთ 3 ბიჭი. სალომეს კარგი მეგობრები. Salome, you play always with boys, our French boys, right? French American boys. ხო, ძალიან კარგი. და ეს უკვე ბლოკში უკვე ბოლო სახლი, ესე იგი ეს უკვე მე-9 ქუჩისა და ჰემილტონის გზაჯვარედინზე, ეს სახლი უკვე არის ნომერი 904. ხვდებით, ხო ესე იგი გამოვიდა 1 2 3 4, ჩვენ ბლოკში გამოვიდა, ჩვენ მხარეს გამოვიდა 4 სახლი მხოლოდ, აქეთ მხარეს გამოვიდა 5 სახლი, ესე იგი ბლოკში 9 სახლი. ნუ როგორც წესი 9-დან 10 სახლამდე არის, შეიძლება იყოს 8 სახლი, თუ ვიღაცას 2 მიწის ნაკვეთი აქვს ერთად. ეხლა გადმოვიდით აქეთ. და ვათვალიერებთ უკვე ამ სახლს ჩაუყვებით ჩვენს პატარა სამეზობლოს. აი ხედავთ? ეს სამეზობლო, სადაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილას არის განლაგებული. ნუ ასე როგორც კერძო სექტორი, ასე ვთქვათ. საკმაოდ ძველი სამეზობლო, ტრადიციული, ჩამოყალიბებული სამეზობლო. სახლების ფასები აქ არის, ნუ არ ვიტყოდი რომ აი ამ კვადრატში, აი ამ ბლოკში სახლების ფასები მერყეობს სადღაც 150-დან 250,000-მდე. ეგრეა რა. როგორც წესი ბლოკი ისეა მოწყობილი, რომ შუა სახლები უფრო მაღალფასიანია, ვიდრე გვერდითი სახლები, მაგრამ აი ეს ბლოკი, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მონოლითური ბლოკია, პრინციპში ეს სახლები ალბათ სადღაც უფრო დავაკონკრეტოთ 170-დან 225,000 ფარგლებში გაიყიდება დღევანდელ ბაზარზე ნებისმიერ დროს. ესეთია ბაზარი, მაგრამ ბაზარი თვითონ იცვლება, რა თქმა უნდა, ბევრ ეკონომიკურ ფაქტორზეცაა დამოკიდებული. აი როდესაც ამერიკაში ფინანსური კრიზისი იყო 2008 წლიდან, ეს სახლები, აი მაგალითად ეს წითელი ცოტა სხვანაირი სახლი საკმაოდ საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა. ეს სახლი გაიყიდა 154,000-ად.
დღეს ალბათ 175,000-ით გაიყიდებოდა. აი ესე გამოიყურება ჩვენი ბლოკი უკვე შორიდან და ისევ ეს კი ჩემი სახლი, ეს სალომეს პატარა სახლი. სალომე, ამ სახლში აღარ თამაშობ? აღარ. რატო? დიდი გოგხარ უკვე? ხო. ხო, აბა რას აკეთებ ხოლმე? ვისაც ათამაშობ, ვისაც თამაშობ? მოდი ახლა ქართულებს ერთი ორი სიტყვა გადაეცი საქართველოს, აბა უთხარი. გვანახეთ შენი ქართული, აბა ერთი ორი სიტყვა თქვი. გინდა საქართველოში წასვლა? გენატრება საქართველო? არ გენატრება? რატო? კარგით, აბა. მაშასე. დროებით, გემშვიდობებით და ეს იყო გიზა უჯარმელი და სალომე უჯარმელი. ქალაქ ვასა, ვისკონსინ. კვირა დღეს და იმედია მალე შევხვდებით. დროებით.